თელაშტარე კი? აურეკე ხო რაღაც მეცხრებლობი აფეთქდა. მიდი რა გაიხედე წნეში არის ნახე რა შუქი. ასნა მანდ ეხა მთავრობის ხალხის დაჩებია, ასვია არითო. რა იწება უკვე თამაში რა. ბიჭო იბერვიზია ხო აჩვენებს? კი კაცო გეგელიას მიყავს აბა რა. ეკარის ეს! მიდი ჩართე რა. რაღაც ელოდები თო. მიდი. ურა იწყება მალე. Vamos! საერთოდ დაიბადა იდეა რომ შექმნილიყო პირველი დამოუკიდებელი კერძო ტელევიზია საქართველოში. ქუჩაში იარაღიანი ხალხი დადის, სპორტი იყო რაღაცნაირი გამოსავალი. ბიზინა ღამე დატოვებდა კასეტას, დილის გადაცემას ჩაიწერდა ესპანეთის ან პორტუგალიის და იქ სპორტიდან ვაგდებდით მერე ყველა ნიუზ და ყველა ახალ ამბავს. დიდი მადლობა ამ ბაზარისთვის და მომეწონა ის რა ქვია. ფორმატი მომეწონა ძალიან ეს. გავისეირნე. ეხა ისიც რომ მქონოდა რა ქვია ბოტასი ნაყიდი. ფულით დამეწერებოდა. ვიცი რომ ახალგაზრდები რაღაც ამით არიან გატაცებულები და კი ბატონო. ნუ არა უშავს, უფლოთაც ჩვენურად გავატარეთ ეს რაღაც 1 საათი. ძალიან სახალისო კადრით დავიწყეთ ახლა ჩვენი მაყურებელი ნახავდა ხო? იბერვიზია. ჩემი ბავშვობა, ჩემი საუკეთესო მოგონება ჩემთვის. კი ბატონო, და აი მაგ მოგონებით დავიწყოთ. როგორ დაიბადა საერთოდ ეგ იდეა იმ დროს, ვის რეპორტაჟებოდა საერთოდ და ვის ეფეხბურთებოდა, ხო? როგორ დაიბადა ეგ იდეა? ხა, იდეა როგორ დაიბადა, იცი, მაგ არ არის მნიშვნელოვანი რეპორტაჟი ფეხბურთი. საერთოდ დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო პირველი დამოუკიდებელი კერძო ტელევიზია საქართველოში. ეს იყო იბერვიზია. ზაზა შენგელია, ერთ-ერთი ინიციატორი და შემდეგ გენერალური დირექტორი. მე ბიძინა ზაზა ერთად სწავლობდით უნივერსიტეტში. ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთთან დაკავშირებით და ზაზამ როგორც კი ეს კონცეფცია შეიმუშავა ტელევიზიის, ამ დამოუკიდებელი ტელევიზიის, ბუნებრივია ამ ტელევიზიას თავისი პოლიტიკური დანიშნულებაც ჰქონდა, პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდა, გახსოვთ რა არეული სიტუაცია იმ დროს საქართველოში და ნუ რაღაც კონკრეტულ ჯგუფს ეკუთვნოდა ეს ტელევიზია, თავის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები უნდა გაეტარებინა, მაგრამ რა ტელევიზია, რომელსაც მარტო პოლიტიკა აქვს, ამიტომ შესაბამისად რაღაც გასართობი გადაცემები, პუბლიცისტური გადაცემები და სპორტი. სპორტი იყო აუცილებელი, იმიტომ რომ იმ არეულ ქვეყანაში, პოლიტიზირებულ ქვეყანაში ქუჩაში იარაღიანი ხალხი დადის, სპორტი იყო რაღაცნაირი გამოსავალი ამ ემოციების და ადამიანებისთვის იყო უფრო კარგი ხასიათის, კარგი თვისებების გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება და ამიტომაც გადაწყდა, რომ ბიძინა შეკრიბავდა ბარათაშვილი ჯგუფს, რომელიც იმუშავებდა სპორტზე. დავიწყეთ ამ სპორტული გადაცემების კეთება. მერე რომ ნახეთ, რომ იყო საშუალება ჩემო ბატონო, რომ აი ეს თანამგზავრული ანტენები ძალიან მაღალი ხარისხის იმ დროისთვის, ძალიან კარგი პროფესიონალები, ვინც ამას ემსახურებოდნენ, ტექნიკოსები, გადავწყვიტეთ, რომ უკვე სლენგი გამომივა, მაგრამ უბნის ბაზარია და გაგვეკაჩა რეპორტაჟებიც, რა, იქნებ რეპორტაჟებიც გავკაჩოთქო, რა, პირდაპირ რეპორტაჟები და დავიწყეთ ძებნა, მივწერეთ. განსაკუთრებით თურქი მეგობრები გვეხმარებოდა, იქ შოუ ტივი იყო, ტელევიზია, რომელთანაც მეგობრობდით და აქაც იყვნენ თურქი სტუდენტები, რომლებსაც იქ ახლობლები ყავდათ და მათმა დაგვარ და რაღაცნაირად თურქეთის ტელევიზიის ბადი ავითვისეთ. მე უკვე გადავედით გერმანიაზე, მე უკვე რასაც დავიჭერდით რა. ერთ-ორჯერ პორტუგალიაზე დაგვიჭერია რა. და ხა დრო განრიგი ის არ ვიცოდით, აი ესე როგორ გითხრათ, ვასკანირებდით ეთერს რა, ეს ჩვენი ტექნიკოსები ამ ანტენი და უცბად დაიჭერდნენ და 15 წუთში იწყება კარლსრუე დარმშტატის მეორე ტაი. ტრანსფეროა, ხო, კომენტატორობას ხდება, იმიტომ რომ არ იცი რას წაიყვანა. არ ვიცი. რომელ ქვეყანას წავიყვან ის არ ვიცი, თამაზე არ მაქვს ლაპარაკი. ინფორმაციაც ახლა მაშინ არა გვაქვს ინფორმაცია, ნუ რაც ვიცოდით და რაც ის და რასაც ვკითხულობდით, რასაც მოვიპოვებდით, გაცილებით უფრო ყურადღებით ვიყავით, რომ რაღაცნაირად გვენახა. რა ვიცი, აი ესე ვახერხებდით, უნიკალური გამოცდილება იყო. იყო საშუალება, რომ საზღვარგარეთული ტელეარხები
განსაკუთრებით ესპანური, პორტუგალიური. რა თქმა უნდა, პირატულად ჩაგვეწერა. მე უკვე მივალთ იქამდე ტელეკომპანია იმედში ოფიციალური ხელმომწერები ვიყავით, აი Reuters-ის და IPTV-ის, საიდანაც მოგდიოდა სიუჟეტები და აქ ვიპარავდით. ბიზინა ღამე დატოვებდა კასეტას, დილის გადაცემას ჩაიწერდა ესპანეთის ან პორტუგალიის და იქ სპორტიდან ვაგდებდით მე ყველა news და ყველა ახალ ამბავს და ამას ხვარობდით ესტაფეტისთვის და აი ესე დაიწყო ეს აზრი, შევიკარით გუნდი, ყველას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და ვიჯექით და ესე ჩასაფრებულები, ნუ ეხლა ელ კლასიკო რო იყო ვიცოდით. თქვათ, გამოცხადებული თამაში იყო და გამოცხადებული თამაშისთვის მომზადებულები ვიყავით. თუმცა იგივე ელ კლასიკოს დროს თქვენ ერთხელ ძალიან ერთხელ ტელევიზორმა ფერები დაკარგათ, ხო? აი ეგ ისტორია. რეალი ბარსელონა ნუ უნიკალური ის არის, ვზივართ მე და ბიძინა და იგი როგორ აგრძელებს? არ ვიცი როგორ ვაგრძელებთ, მე თვითონ მიკვირს. ეხა დღეს რო იგივე ამბავში რაღაცნაირად მოვხვდე, ან ვიპოვი გამოსავალი, ან არა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდები, ენთუზიაზმი ჩვენ ხო ვიცოდით რომ ჩვენ ვერ უყურებთ იმ თამაშს, თორემ მთელი საქართველო ვინც იბერვიზიას იჭერდა, ყველა უყურებს რეალ მადრიდს და ეხლა ჩვენ რაღაცა შეგვემთხოვდა ჩვენ ტელევიზორს, იმ ხალხმა რა დააშავა და უნდა გავგვეგრძელებინა და გავაგრძელებთ. მე მომისმენია ისტორიები რომ შუა რეპორტაჟის დროს სიგნალი გაწყვეტილა სროლების შედეგად. სროლა ატეხილა როგორ იცი, აი გაუთავებელი. ქალაქის სხვადასხვა უბანში და თან ეხა იმასაც გავიხსენებ რომ თავიდან რომ გავედით ეთერში იქ სტუდია არ ქონდა იბერვიზიის ოფისში. ანუ რეპორტაჟის გულისთვის ავდიოდით ანძაზე. ანძაზე იყო სტუდია, ანძას გახსოვთ. როგორი პოლიტიკის ინტერესთა ცენტრში იყო სხვადასხვა საომარი დაჯგუფებების, ხან ის იცავდა, ხან ეს იცავდა, ხან გვარდია, ხან ხეზრიონი, ხან ქუთათელაძის რაზმი, ხან ის უტევდა, ხან ეს უტევდა და ჩვენ ამ დროს ვიხავდა იქიდან რეპორტაჟი. მაგას მიგამახსენებთ საოცრებები იყო რა და ბაქედან ყველაზე უფრო დამამახსოვრდა. სხვათა შორის ეხა ხო იყო იტალია, არგენტინა 3-0 რომ მოიგო. და გაიხსენეს რომ ეგო ერთადერთხელ ჩატარდაო საკონტინენტთაშორისო თასი. ანუ ევროპის ჩემპიონი და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, რომელიც თამაში გაიხსენეს 85 არ მახსოვს ეხლა რომ, მაგრამ შეეშალათ რომ 93-ში იყო ეგეთი თამაში დანია-არგენტინა. დანია ხო გახდა ევროპის ჩემპიონი 92-ში. არგენტინა გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი და ორმატჩიანი არგენტინაშიც იყო და დანიაში და ორივე წავიყვანეს მე და ბიძინა მანძიდა. არგენტინამ აიღო მაშინ ის თასი რა და დაუწყარი მოგონება იყო. აი ესეთი ეგზოტიკურ თამაშებს რო ვაწვდით, ეხა კი რაღაცა საბჭოთა კავშირიც უჩვენებდა ხო ვთქვათ ნაკრებების დონეზე და იმაზე, მაგრამ ეხა კელნი, ბორუსია დორტმუნდი არავის არ ქონდა ნანახი. ბოავიშტა პორტო არავის არ ქონდა. ესპანიოლი ვთქვათ მალაგა არავის არ ქონდა. ასე რომ აი ეს ისე ყველაზე უცნაური სიგნალი რაც ვიგიღიათ და აი რომ დაგინახავთ და აუ ეს რა არის ამას ეხლა საიდან გავაღო ამ რეპორტაჟის კარი აი პორტუგალიის ჩემპიონატი შავეში ვარჯიმი ჩემთვის და როგორ ნაცნობია ეს შავეში ვარჯიმი მაშინ ორივე გუნდი იყო უმაღლეს დივიზიონში ეხლა არ ვიცი აღარ ვაქცევ პორტუგალი შავეში იქნება ხო ვარჯიმიც ეხლა გუნდი იქნება მაგრამ შეიძლება მეორე დივიზიონშია და იყო თასის ნახევარფინალი ჩემპიონატის თამაში კი არ იყო აბა ეხლა ჩემპიონატის თამაში მაგას შეიძლება პორტუგალიელებს არ გადმოსცემენ მაგრამ ეს ორი გუნდი რანაირად გავიდა თასის ნახევარფინალში და ერთმანეთს დაეჯახა აქეთ იყო სპორტინგი პორტუ ბენფიკა გავარდნილი იყო და ყვებოდის პორტუგალიურ ფეხბურთის ისტორიას ხელჩასაჭირი ეგ იყო ეგ ხელჩასა მაგადროს ეგ იყო ნუ შემეძლო იქ ეხლა მეთქვა რომ ნუ ფერნანდესში გომეში 100%-იანი იქნებოდა რომელიმეში ეგეთი გვარის ფეხბურთელი პორტუგალიაში მაგრამ ერთერან ვერ მიხდებოდა მაგრამ ეხლა მოტყუებას რა აზრი ქონდა ვახო აი თქვენი შეფასება მომისმენი ამ თემაზე აი კომენტატორი როგორი უნდა იყოს რა არის თავარი ფუნქცია შენ თქვა პირობითად როცა მიყავს თამაში ბევრი როცნობს ამ ყველაფერზე და ბევრს გონია რომ ძალიან მაგრად გააკეთებს და პირობითად შენზე მაგრად თუ იქ დასვა აი თქვენი შეფასება რა უნდა მისცეს მაყურებელს კომენტატორმა მე მაგას პასუხი მაქვს გამზადებული ამდენი წელია ნაფიქრი მაქვს და ზუსტად ვიცი კომენტატორის თავარი მოვალეობა არის რომ მაყურებელს ხელი არ შეუშალოს ფეხბურთის ყურებაში რა აი ხელი არ შეუშალოს და ეხლა თუ მანდ მაინც იმ დღეს კალატოზე ამბობდა ჩვენი კოლეგა
ვახოს და ლევანს რომ მიყავდათ გადაცემაო, სულ რომ სვარკა თამაში ყოფილიყო, მაინც ვიცოდი რომ გავერთობოდიო. და ეგეთი სვარკა თამაშებისგან მაყურებელი რო არ დაიღალოს, არ ადგეს და არ გაიქცეს. მაინც დარჩეს და ჯობია რომ ფეხბურთს უყუროს, ვიდრე სხვაგან გადარწოს. ჩემ დროს კიდე მნიშვნელობა ჰქონდა სტატისტიკას. ეხლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით. აი, კომენტატორი ყველა ხარჯავს დროს. რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს 50 ჯერ შეხვდა, 19 ამან მოიგო, 47 ფრედამთავრდა. ამის სურვილი ვისაც აქვს 1, 2 კლავიშზე დარტყმა ინტერნეტი, კომპიუტერი და დამთავრებული ამბავია. ნებისმიერ ინფორმაციას ამოაგდებს. ასე რომ ეს იმ მომენტში მე როგორც მაყურებელს აღარ მაინტერესებს. ჩემ დროს ესეც საინტერესო იყო ზოგი ვიღაცებისთვის კი არა. ფართო მასებისთვის რა გულშემატკივრებისთვის. ასე რომ ნუ დაიტვირცა ამ თავს სტატისტიკით, შემოქმედებითად იაზროვნე, არ მოგერიდოს რაღაცის თქმა. ეხლა ჩვენ დროს შეიძლება ბევრი ვიღაცა მოგვიმდურებია და გაგვიბრაზებია, ზედმეტი რაღაცები წამოგხსენია, უფრო მიკერძოებულები ვიყავით, მაგრამ მაშინ არ იყო ინტერნეტი და კომენტარებს ვერ ვკითხულობდი. დღეს შეიძლება ისეთი რამე დაგიკომენტარონ, საერთოდ მოგისწონ მომავალში მიკროფონთან მისვლის სურვილი, გაიგე? ისე ძველი თაობის კომენტატორებთან ზოგადად აი მაშინ თქვენ როცა იწყებთ როგორი ურთიერთობა ქონდათ მე მომსმენია ბატონი კოტე მახარაძის ჩანაწერი იბერვიზია ტელევიზიის იუბილეა და იქ არის სიუჟეტი და იქ ამბობს ესეთი სიღრმისეული ცოდნა სპორტის მე არ მინახავსო რა კი უთქვია პირადადაც უთქვია კოტეს ბატონ კოტესთან კოტე ივანიშთან ძალიან ახლოს მეგობრობდით მე ბიძინა ოჯახებით ჩვენ უпроსტაობა მამები და კოტე ყოველთვის გვაქებდა და ყოველთვის იძახდა რომ ეს არის სხვა დრო და სხვა ეტაპი როცა აი ეს ცოდნა რაც ჩვენ დავაგროვეთ მოთხოვნადია მაყურებლებს და კოტეს დროს და ეხა მაშინ ქართული კომენტატორებიც იყვნენ და რუსი კომენტატორები და საერთაშორისო თამაშები და იგივე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უფრო მეტი ემოცია იყო უფრო მეტი არ იყო საჭირო ამდენი ფიქრი ამდენი გადატვირთვა ისევ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სტატისტიკით მაგრამ კოტე ყოველთვის გვეუბნებიან აი ხა კოტესნაირი არტისტიზმი კოტესნაირი ან ეროსი მანდელადისნაირი სიტყვა მოსწრებულობა ეგ საერთოდ თემა არა მარტო ფეხბურთისთვის არამედ ნებისმიერ რაღაცას ისეთ გაუძღვებოდნენ ეთერში რომ ნუ აი ვერ მოწყვიტავდი თვალს და განსაკუთრებით ყურს და ნუ ჩვენი გზა გქონდა და ჩვენ დროს სხვა რაღაცა იყო პოპულარული ასე რომ რა თქმა უნდა ეგ შეფასება ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო და ბევრი რამე ვისწავლეთ მაგათგანაც რა. საბაკალავრო თემას ვამზადებდი, ეხებოდა სპორტის ჟურნალისტიკას, იქ თქვენი მეგობრები მათ შორის ბევრი ძველი კომენტატორი და სტაჟიანი ადამიანი გამოგვიყვება ამ სფეროში და ყველა აღნიშნა ის ამბავი, რომ აი იბერვიზიიდან დაიწყო უკვე ინფორმაციული რეპორტაჟები და როდესაც უკვე კომენტატორი რაღაცა ახალს აძლევდა მაყურებელს. შეძლებს დაგვარად. რაზეც ჩვენ ხო წყვილში აუცილებლად წყვილში ჩვენ რაზეც ხელი მიგვიწლებოდა და მიგვიწლებოდა იმიტომ რომ ბავშვობიდან ახლა რა გითხრათ მე ბიზნესაც და მეც გამოწერილი ქონდა ყველა ის შესაძლებელი ჟურნალი ან გაზეთი რომელიც გამოდიოდა სოციალისტურ ევროპაში ახლა World Soccer-ს მაშინ საქართველოში თუ იყიდი ფილატელისტების და კოლექციონერების შეკრებაზე 3 თვის წინ გამოსულ ყოველთვიური იყო მაშინ გადაიხდი 50 მანეძ და იყიდი World Soccer-ს და ინფორმატიულად არაფერს არ გაძლევდა. ეს გაზეთები გოლი, ჩეხური, პოლონური პილკანოჟნა, იქ უნგრული ლაბდარუგაში ბიზნეს ჰქონდა გამოწერილი. უნგრულში რას იგებდა მე წარმოდგენა არ მაქვს. იმიტომ რომ წარმოუდგე არც ბიზნა მაინც რაღაცას გაიგებდა. ჯერ დამწერლობა უნდა ნახო, მე ენას მოусმინო, არაფერს არ გავს ამ ქვეყანაზე. პოლონურს კი მაინც ლათინური კირილიცა აქვს, შრიფტი და იმასაც თქვია. ჩეხურსაც და რა მიამსგავსებს აიკითხა ვაერკვევი. ჩვენთვის იქ თავარი იყო გუნდების დასახელება, შედეგები რაღაცები და მე ამის მაყურებლისადმი მიწოდება შეძლებს დაგვარად, სწორედ. დღეს ყველა ერთ შეიძლება მე რაღაცა ისეთი საიტი ვიცი, რომელიც შენ არ იცი, თქვა. ან შეიძლება იცი, რომელიც მე არ ვიცი. ასე რომ თუ რაღაცა სიახლეს მოვძებნით, ეს უკვე მისასალმებელია ინტერნეტის ერაში და მაშინ ყველაფერი სიახლე იყო. ბევრი ისეთ ფრაზა და გამოთქმა იყო, რომელიც დღემდე ივზე გვაკერია, ვისაც მიყვარს ფეხბურთი და ახსოვს. ერთ-ერთი იყო აი თქვენი და დრენტეს დამოკიდებულება, დრენტე აქცია ზედსართავ სახელად. და ის სულ მაინტერესებდა. რომელი ზედსართავის სახელია დრენტე? აი დრენტე როგორი გვარიც არის ეს ზედსართავის სახელად და შენ თუ გახსოვს ის მომენტი. რეალში იყო საიდან მოხდა დრენტე დღემდე არ ვიცი. ხო, ნუ გაუგებარია, ხდებოდა ხოლმე ეგეთი რაღაცეები რა.
ანუ ბაფემ მარტინსი ინტერში რა უნდა და ეგეც ჩემთვის ამოუცნობია. ცალკე ისტორია. ხო, ეგ ცალკე ისტორიაა, ხო და ანუ დრენტე გავიდა ერთ-ერთი და საიდან იცი პრაქტიკულად თავისი მოედნიდან რა და ან ჯერ როგორ მირბოდა ან როგორ დაამთავრა ის გაქცევა ისე და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ნუ აი ხა დრენტეა რა და დრენტე რაღაცნაირად ქართულად რაღაცა ისეთ სიტყვად გამოვიდა რა რომ რაღაცად მოერგო და მე ეს დრენტე გახდა რომ ავიშე დრენტე და მართლა იყო ეგრე რა ვაი თავის ინსტინქტურად აეგრე თქვი რა ხა დედას ვერ შევაგინებდი ეთერში თორე მინდოდა მაგრამ ისე აუცილებლად და კითხოთ მაინტერესებს თქვენი თვალით დანახული აი ორი საქართველოს გულშემატკივრის კუთხით ვამბობ საბჭოთა კავშირის პერიოდი რომელსაც მოესწარით და იყო სავსე სტადიონები თამაშების დროს და აი შემდეგ უკვე 90-იანების საქართველოს იცვალა თუ არა ფერი გულშემატკივრის ხარისხმად თუნდაც და ასე შემდეგ კი ფერები იყო თუ არა განსხვავებული კი ყველაფერი განსხვავებული იყო საბჭოთა კავშირის დროს მიუხედავად იმისა რომ ქართველები ვითომ ვითხრებოდით და ვიყავით კიდევაც განსაკუთრებულ ტემპერამენტულ გულშემატკივრებად სტადიონზე მოდიოდა უმეტესად საშუალო და უფროსი თაობა. დღეს მე თვითონ ხო უფროსი თაობის წარმომადგენელი. ანუ იმ დროს თქვათ მამა ჩემის და ოდნავ უფრო ახალგაზრდა თაობა. ახალგაზრდებით ბევრი დავდიოდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ესენი იყვნენ ძირითადი პუბლიკა, აბონემენტები, ესეთი ხალხი, რომელიც 30 წელია დადიოდა ფეხბურთზე, იცის ყველაფერი, რომელიც ფეხბურთით ტკბებოდა, დინამოს თამაში ტკბებოდა და კივილი, წივილი და ყვილი და ემოცია კი გოლზე ჩემო ბატონო მსაჯის არასწორ გადაწყვეტილებაზე ეს ყველაფერი ყველას ახსოვს და გამოხატული იყო, მაგრამ აი ეს მთელი თამაში არ გაჩერება და აი ამ ემოციას გადაყოლება ფეხბურთის სილამაზით მაშინ არ მოსულა. მაშინ უყურებდნენ ფეხბურთს. მერე და მერე ნუ იჭარბა ასაკიც გაახალგაზრდავდა მაყურებლის, სტადიონზე მისული მაყურებლის. და ბუნებრივია უფრო ემოციური გახდა, უფრო ისეთი გახდა მხარდაჭერა. ასე რომ აი ეს არის ყველაზე თვალში საცემი განსხვავება და მაშინ კიდე ახლა რა იყო ხო ინფორმაცია არავის არ ჭირდებოდა ეგ ევროპაში და იმაში რა ხდებოდა ფეხბურთში. მაინც უფრო მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები და იქ ისეთი პუბლიკა იჯდა სტადიონზე, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები ვისაც რა ახსოვდა, ზეპირად იცოდა დინამოს თამაშები რაღაცები და მიდიოდა თამაშის მერე ხა ინტერნეტში ვერ წახვიდოდი და Facebook-ით ვერ გააზიარებდი შტაბ-ჭილებას, ამიტომ ყველა კუტოქს თავისი ადგილი ჰქონდა. ზოგი თამაშის მერე მუშტაეთში მიდიოდა, ჩვენ ვიკრიბებოდით, ჩვენი სასტავი. აი ესე რკინები იყო ჩარტობილი და რკინებზე იყო დინამო თბილისი, ბათუმის, დინამო მოსკოვი, ლოკომოტივი და ეს რომ ვინმე რომ ადგილზე იყო, ყველა ტურის მერე ესე ხელით ცვლიდნენ ამას და აი იქ იყო ჩვენი შეკრების ადგილი, ვიკრიბებდა და ერთად მივდიოდით და იმ თამაშის მერე დაგროვილ ემოციებს იქ განვიხილავდით. იმ დროს უყურებდი გიგა გვენცაძეს, ოღონდ ეს ისტორია როგორც ვამბდნენ რეპორტაჟისას ის და გოგიჩა კონი. ცოტა. ცოტასა ხაზი გაუწვა. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი რამ გადაგხდენიათ ასეთი და რაღაცა უცებ რა არის კი შეიძლება და იბერვიზიაში ცოტა უფრო მეტი მოგდიოდა, ცოტა უფრო თავისუფლად ვიყავით, ცოტა უფრო იყო ამის საშუალება რომ რაღაცას ელოდები არ იცით, მიხვედი ხო, თქვა 8 საათია 11-მდე აქ უნდა იყო. იქნება ფეხბურთი, არ იქნება ფეხბურთი, იქ ხარ კარტ ვითამაშებდით, ხარ რაღაცას ნარს რა უნდა გააკეთო, ვიღაცა სასმელს მოიტანდა ბუტერბროდები რაღაცა და მაშინ ჩავდა უცბად გეძახიან რომ რეპორტაჟია, ნუ რა უნდა ხლა, რა შედიხარ ცოტა ჩარტყმული ასე რომ თქვა რა და ნუ ეხა იქ უკვე რო გასერიოზულდა ეს ყველაფერი და უკვე ტელეკომპანია იმედზე გადავედით და ტელეკომპანია იმედზე მიყავდა რეპორტაჟები, იქ ეგეთი რამე აღარ მოსულა. პოლიტიკურად აქტიური ხალხი, პოლიტიკური ლიდერები და აი მაგ პერიოდში, ეგ ფეხბურთის სიყვარულით ვინ გამოირჩეოდა, იმიტომ რომ მაგისტვის არც ეცალა პრინციპში. არა, მაგისტვის ედუარდ ჩავარნაძეს უყვარდა სიგიჟემდე ფეხბურთი. მაგრამ ახლა რომ მობრუნდა უკვე მეორე პრეზიდენტი, პირველი პრეზიდენტი რო გახდა დამოუკიდებელი საქართველოს, სად იყო ფეხბურთის, თუმცა ბევრი რამე გაუკეთა თბილისის დინამოს და მაინც საქართველოს ნაკრებს და ამ ფედერაციის აღიარებაშიც მიიღო წვლილი თავისთავად ოლიმპიური კომიტეტის აღიარებაში. პირადად, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს თბილისის დინამოს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გულშემატკივარი იყო და თავის გავლენას როგორც ამ ხელთანამდებობის კაცი და მე გეოგრაფია ხარ როგორც ჩევარნაძის ძმა. კი ბატონო. და
ელემენტარული ენთუზიაზმი. აი მე არ ვიცი ეს გურია როგორ შექმნა ამ კაცის და მის ირგვლივ ყოფი გუნდის მადლობის მეტი რა გვეთქვის გურიას და საქართველოს აჩუქა მესამე გუნდი თბილისის დინამოს და ტორპედო ქუთაისის მერე რომელიც უმაღლესი ლიგაში თამაშობდა და დასავლეთ საქართველოს ემოციურად დასაქმდა რა ლანჩხუთის გურიის გულშემატკივრობა. მარტო გურია ხო იყო მთელი აჭარა ჩამოდიოდა, მთელი ბათუმი ჩამოდიოდა, მთელი იმერეთი ჩადიოდა. დასავლეთი ერთიანდებოდა. ზვიადგამსახურდია ერთხელ ნახე, მოვიდა ეროვნული ჩემპიონატის გახსნაზე, ფოტოს კოლხეთთან როცა ააგო დინამომ და მე არც ფეხბურთი გამიგია მასთან დაკავშირებით და არც ისა. არ იყო ახლა მაგის დროს. თუმცა ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს იმაში ხო გახსოვს? მალთაყვაში თუ არ ვწდები ხო? წყლის თხილამურების რა. ეგ იყო და ეგ მეტი არ მახსენდება. იგივე აი ედვარდ შევარდნაძე მეც უდან წამიკითხავს იგივე თქვენგანაც გამიგია. არა, გულშემატკივარი, გულში ყველა იყო. 91 წარმატებაში თავისი რაღაცა გავლენები მართლაც ძალიან ისე აქტიურად. ხო, არა, იქამდე რომ მოიყვანა. დახმარება, განაის რომ რა თქმა უნდა, გუნდის დახმარება ეს რო ვეძახით ახლა მატერიალურ ტექნიკური პირობების შეგრა კომუნისტების დროს თქვენი ციტა რთული იყო. იქ უნდა სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს გოსპლანს რო ეძახდნენ და ემტკიცებინა მოსკოვში ჩაესვა ეს პროექტი. აი შენ ნუ დინამოსნაირი ბაზა არ ქონდა არავის უმაღლეს ლიგაში მე გააკეთა კიევის დინამო მისი ჩვენჯინაზე იქაური პირველი მდივანი შერბიცკი რო გაიგო თავის ფეხბურთელებიდან რომ დიღმის ბაზა მე კონჩე ზასპაში აუშენა ჩვენზე უკეთესი ბაზა შევაღოთ იმედისკარი შევიდეთ პირველი ემოცია ბატონო ხო იმედში მიხვედით და მორჩა ის ისტორია 90-იანების დაამთავრდა ომები უცებ აღმოჩნდით ტელეკომპანია იმედში შეხვედით ბატონ ბიძინასთან აი მაშინაც კიდე აქავარ სოფლის მეურნეობის სისტემაში საერთაშორისო პროექტია თიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარება და მეძახის ბიძინა ნუ ეხლა ვიცოდი რომ პროექტი იყო რა თქმა უნდა რომ ეს ტელეკომპანია იმედი კეთდება მაგათი პირველი ოფისი იყო სადაც სპორტის სახლის უკან მოსამზადებელ პერიოდში სანამ ეს შენდებოდა ეს ეხა იმიტომ ვაკეთებ რომ დიღმის ტყეში ვარ ჩვენ და აი ეგეთ არის ტერიტორიულად იმედი არ გეგონოთ რომ რაღაცა შორს ვარ წასული ხო და საღორიას ტყეში ვარ და არა აქა ვარ თბილისში ვარ აქვე ვტრიალებს და ნუ გასაგებია მეუთხარი მე მზად ვარ ჩემ ძირითად სამსახურს მე მივხედავ და რაც იქნება სპორტთან დაკავშირებულ ყველაფერი და მე ნუ მზადება იყო ეთერისთვის მაგრამ ხანდიაშვილია დირექტორი და უკვე ეთერისთვის ბიზინა გახდა გენერალური დირექტორი და ერთ დღესაც მირეკავს რომ მოდი ნახეო მივედი ვნახე და შოკში ჩავარდი რა ხა მე პირველი არხზეც მიმუშავია თავის დროზე პირველი სამსახური იყო პირველი არხის სპორტული რედაქცია ბატონი დავით ქლიბაძესთან მივედი 1984 წელია სექტემბერი მერე იბერვიზია მეორე არხზეც წამიყვანა ფინალი მყავს პირველ არხზეც აყვანილი ბრაზილია საფრანგეთი 98 წელი და ყველა ტელევიზია ნანახი მქონდა ეს რაც ვნახე ჩემ აი ფანტაზიას ცილდებოდა რა იმ დროისთვის 2003 წლის ჯერ შენობა მერე აპარატურა მერე ამ აპარატურის შესაძლებლობები მერე ეს კომენტატორის ოთახი მერე ეს კომპიუტერები მე ნუ აი მე ვთქვი რომ ნუ აჰა მორჩა რა ამის ხა ეს ვნახე და მერე რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას მეთქი რა და მერე უკვე მომიწია რომ დაიგეგმა ეს ყველაფერი ბიძინას ძალისხმევი და სხვა შორის ბადრით პატარკაციშვილი ძალიან ინტერესიანი კაცი იყო და ნოვატორი კაცი იყო და ფეხბურთი უყვარდა ხშირად აი ესე ჩამჟერდა თვითონებში რაღაც თამაშზე გაფრენილა ან იტალიაში ან ინგლისში უემბლიზე და მე ინტერესებიც ჰქონდა ფეხბურთში თუ გახსოვს კორინთიანსი ბრაზილიის და თავისთავად ეს ტევესის ამბავის გემახსოვრება და ბადრიც ისე კარგად შეხვდა ამ ამბავს და მოდი საქართველოს ვაჩუქოთ ბევრი ვიფიქრეთ და იმ დროს შევჩერდით მაინც სერია A-ზე. იყო საშუალება ვთქვათ. ორი ქვეყნის არ ქონდა საშუალება ჯერჯერობით. ახალი ტელევიზია იყო, იქაც დიდხანს ფიქრობდნენ ეს უფლებების პატრონები ვინც იყვნენ ამ სერიას ტელეტრანსლაციების რომ ვინ არის საქართველო, რა არის საქართველო, რა აუდიტორია, რა იქნება, როგორ იქნება, მაგათვისაც ხო მნიშვნელობა აქვს, ავტორიტეტი. ყველას კი არ მიყიდიან ახლა იმ ჩახვიდე ფული და ეგრე იყიდო და სახში წაიღო არ გამოგივა ხო და ჩამოვიდნენ ნახეს საშუალებები როგორ არის რა ტელევიზია რა ხალხია და ვიყიდეთ სერია და გავაკეთეთ სწორი გადაწყვეტილება რა იმიტომ რომ მაშინ სერია ძალიან მაგარი საყურებელი იყო
ის ინერცია კი აი სასწაული იყო მაშინ პარმარა გუნდი იყო ლაციოები და ისინი და ზღაპარი გუნდები იყო და პრეშა თავისი რობერტო ბაჯოთი და იქ ისა და ახალგაზრდა დიეროსი რო იწყებდა რომაში და რა ვიცი რა გითხრათ აბა და აი ესეთ სამპდორია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გუნდი. წამოვიდა მალევე ნაკრებიც ხო ეროვნული. მე წამოვიდა ეროვნული ნაკრები იმიტომ რომ ხო ნუ ეხა ეროვნული ნაკრები და ოლიმპიური თამაშები იმიტომ რომ ბადრი ხო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც იყო და ეროვნულ ნაკრებსაც ჩვენ კურირებდით როგორ აი საправაჟდენიას უკეთებდით სპორტულად. აი ესე რო ვთქვათ რა ხო და მე ოლიმპიადის პირდაპირი რეპორტაჟები 2004 წელი მთელი გუნდი ერთად შეკრებილი ხან ერთ სტუდიაში შევარდებოდით ხან მეორეში აქედან ხელბურთი მიყავს იქ უცბად დაამთავრე ხელბურთი და უნდა შეხვიდე ძალოსნობაზე ძალოსნობიდან გამოვარდე შეხვიდე ბატულზე და ერთი სიტყვით საგიჟეთი მაგრამ სასიამოვნო საგიჟეთი ერთ-ერთი კომენტატორია რომელზეც აი თუნდაც ფეხბურთელის გვარის წარმოთქმისას ხდებოდი დამოკიდებულება კი პეტაჭკები იყო ყოველთვის ლაკი და ხდებოდი რომ ევასები მის დრამატურგიით მიყავდა ყოველთვის და გრძნობდი დამოკიდებულებას ზიზე რაღაცა ხერმან რაღაცა აქსოვდით ხოლმე ვაქსოვდი ხოლმე ხო ნუ რაღაცა ჩემი ისენი რომ მქონდა წარმოდგენები ვცდილობდი რომ ამ ინტონაციაში და გვარის წარმოქმნაშიც მაყურებელს ეგზინო რომ ეს მომწონს არა დრენდე გასაგებია რომ არ მომწონს და ობაფემე მარტის ერთ ეპიზოდს ვერ ვაპაზე იუვენტუსი ინტერია და ერთზე გავიდა ობაფემე მარტინსი და როგორ გავიდა იცი აი მაგ მოძრაობას მე და საერთოდ ადამიანი ვერ აღწერს მაგრამ პიროვნება რომელიც არის ჯერ კიდე ევოლუციის პერიოდში, ანუ მაიმუნი აღარ არის, მაგრამ ადამიანამდე მისულიც არ არის, ხო? შვაშია რაღაცა. აი ისე მიდიოდა რა. ამ ორი კიდურით კი მოძრაობს, მაგრამ წინა ორს მიწიდან უკვე აწეული აქვს, მაგრამ თლათას გასწორებული წელს ჯერ ვერ არის. ანუ ჰომო საპიენსი არ არის და აი ესე მიდის რაღაცნაირად და ბუფონი ამას უყურებს და ბუფონი უკვე ჩამოყალიბებული ის არის, რა ქვია, ადამიანია რა, ეს ეტაპები გავლილი აქვს ევოლუციის და უყურა და აი ესე გაჩერებულმა და ამან რაღაცას ფეხი წამოკრა არავინ ხელს არ უშლიდა. ამ ფეხით ბურთი მოირწყა ამ ფეხზე. მე მიხვდა რომ ამ ფეხით არაფერი არ გამოვიდოდა და ამ ფეხზე მოხვედრილი ბურთი მოხვდა აქ მუხზე და ბუფონს გაუზრდა ფეხებში. და კაცი შერწყვა სიმონ და მეც შევრცხი და გული გამისკრა და იმის მერე ბოდიში და ვერ ვიტან ამ ობაფემე მარტინს. მე მივხვდი რომ ეხა უკვე ზედმეტში გადავდიოდი და ბურთს რო იღებ და აღარ ვახსენებდი რა. ვატარებდი ეგრევე. იმეჩი ერთ-ერთი ალბათ დარწმუნებული ვარ ამაში ორი აზრი არ არის. დასამახსოვრებელი დღე რეპორტაჟების კუთხით იყო, როდესაც მარადონა ჩამოვიდა თბილისში. მარადონა რა თქმა უნდა. თქვენ და ბატონ ბიძინას მიყავდათ იმ დღეს ვნახე სრული ვიდეო ჩანაწერი. არის ეგა? არის დევს YouTube-ზე და უყურე მოусმინე და თავის აი რა პერიოდიდან იწყება, იცით? თავიდან რომ არ გამოდის ჯერ მარადონა. ხო, იმიტომ რომ ხალხი და ამბავი და მთელი რაღაც გაუგებრობებია და მანდ ეგ იყო ხო პრინციპში თავარი პრობლემა რომ მაყურებელი არ იყო სტადიონზე, ეს არ გამოდიოდა ტრიბუნებიც. ეს არ გამოდიოდა, ხო გააღეთო ითხოვდა და შემოუშვითო სერიალ ტრიბუნა ამ ხელა კაცი ჩამომიყვანე და მარადონა ჩამოიყვანო და ნახე წარმოიდგინე რომ კაცშვილი არ იყოს ტრიბუნაზე რა. არ მინდა რაღაცა შევადარო, მაგრამ ხო, არა, ძალიან თუ არ ვწდები თბილისობა დღეს დაემთხვა. აღარ მახსოვს. თბილისობა დღე იყო და მე მახსოვს რომ რეკლამა არ გასულა ეთერში და ვიღაცამ მითხრა. ხო, ნუ თან ესეთი ფასი დაედო და რაღაცა რომ სირცხვილი იყო და დაცინვა იყო რა ხალხის. მარადონა ჩამოვიდა სტადიონს კი არა გაავსებდა ნებისმიერ პოლიტიკოს შეშურდებოდა იმ ხელა მიტინგს შეყრიდა სადაც იტყოდა. ბახმაროში აიყვანდა 100,000 კაცი. ისე აი მარადონა ეხლა როგორ არ ვახსენებთ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ეგ გამორიცხული ამბავია. აი თქვენი შეხედულებით არგენტინისთვის აი მარადონა რას შეიძლება შევადაროთ? არა, ავიცი, მაგრამ აი უფლის საჩუქარი მე როგორ გითხრათ ეხლა რა იყო. არგენტინას იმდენი ფეხბურთელი, იმდენი ფეხბურთი, იმდენი ისტორია ქონა გამოვლილი, წარმოიდგინეთ. პედერნერადან დაწყებული, რომელიც დღემდე ლეგენდად არის, სხვებზე არ გავჩერდები, დი სტეფანოზე გადავიდეთ რაღაცა და აი ამაში ყველაფერში ამ ახა როგორ გიხსნა ახლა პლანეტები და ეს არ გამოვა ამ მზეებში კიდე ამოფრინდა მზე. ეს იყო დიეგო არმანდო მარადონა. ვარ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა? ეს ასე ქვია. აუცილებლად ვარ საფეხბურთო ქვეყანა და ყველა ნახეთ ეს მაგალითი რა. ორი თამაში მოვიგეთ, გოლები გავიტანეთ, ფეხბურთი ვითამაშეთ, გუნდს ლიდერები მოევლინა,
ვიღაცას გულშემატკივრობდა წინა დღეს სოფლის მეურნეობის შიდა ჩემპიონატი იყო სიპებს და დეპარტამენტებს შორის და ფინალი ჰქონდა სხვათა შორის ჩემმა სოფლის მეურნეობის სააგენტო გახდა გამარჯვებული ფინალში დავამარცხეთ სატყეო 11 მეტრიანების სერიაში და მეორე დღეს არის საქართველოს ბულგარეთი. ეს ჩვენი თამაში ფინალი იყო მუშტაეთში. წინა დღეს ჩავედი სანამ დაიწყებოდა თამაში და დინამოს სტადიონთანაც გავიარე და ხალხი ვნახე რომელიც სტაიანშიკებთან მიდიოდა და ხო არ იცითო ვინმე ბილეთს ყიდდეს. ეგეთი რამე 30 წელია მე არ გამეგო. რომ ხალხს დანახმა გადამყიდველისგან იყიდოს ბილეთი და ფული გადაიხადოს. აჰა, თქვი ხა არ არის საფეხბურთო ქვეყანა? სამი თამაში იყო მთელ საქართველოს რომ დაივიწყა რეგბი, ჯუდო, ბატუტი, შმატუტი, ყველაფერი და მობრუნდა ისევ ფეხბურთზე. აბა რა. თქვენ აი რა სხვაობას ხედავთ? რა ვისწავლეთ, რაში გავიზარდეთ, რა პლუსები აქვს აი ამ ნაკრებს, რის შედეგადაც აგერ ესე თაობა მოვიდა რა, თაობა მოვიდა და კვარაცხელია მოვიდა რა, ნუ ეხა ეგეც არის რა, ნუ ეხა ლიდერი უნდა ყავდეს რა. იმ პერიოდში როგორ არ ყავდა ლიდერები, ეხა წინა თაობაში ახლა კინკლაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კინკლაძეს გაცილებით უფრო მეტი მოეთხოვებოდა როგორც ის საკლუბო კარიერაში, ის სანაკრებო კარიერაში, ნუ არველაძე გენიოსები ჯამარა, რა ვიცი, ვინმე არ გამომჩეს, ყაველა, ყველანი ბიჭები საოცარი ის იყო, მაგრამ მაშინ რაღაცა არეული დრო იყო, რაღაცნაირი თითქოს ყველას ფეხბურთისთვის ნაკლებად ცხელოდა, რაღაცა იმაზე ზრუნავდნენ უფრო სახში რა, არა, ნუ ხო ახლა მაგათ პრინციპში არაფერი ისეთი არ აყდათ, მაგრამ მაინც ირგვლივ იმდენი გაჭირებული იყო, რომ შეიძლება ბოლომდეც კი ფეხბურთში ვერ იხარჯებოდი, რაღაცა გაფიქრებდა რაღაცაზე, ხვალ რაღაცა იმას რითი უშველო, ამას რა გაუკეთო, იქ რა მე შეიძლება კარგად ვარ, მაგრამ მარტო ხო არ ვარ ამქო. დღეს ღვთისმადლით ეს პრობლემები ასე თუ ისე მოხსნილია და შეგიძლია ბოლომდე კონცენტრირდე ფეხბურთზე და ეს ბიჭებიც თან ნანახი აქვს ეს ყველაფერი რა ხდება საზღვარგარეთ, როგორ ცხოვრობენ, როგორი პატივისცემაა ფეხბურთელზე და ბოლო რა რჩება, ხო? სანამ ეხა ვიღაცა არ მოხდება კახაკალადასავით მილანში, გენტიდან, თუნდაც იგივე ჰამბურგიდან, თუნდაც ყაზანის რუბინიდან სახელს გვარს ვერ მოიპოვებთ. გჭება საქართველოს ნაკრები, ეროვნული, რაც უფრო შორს ახვალ, რაც უფრო წინ ახვალ, უფრო დაფასებული ხარ შენც და შენი ქვეყანაც, ხო? ეს რო გაითავისეს რომ მე ჩემი ქვეყნის გარეშე არაფერი არ ვარ და ჩემი ქვეყანა ჩემნაირების გარეშე ნაკლებია, არაფერი არ არის თქო, ვერ ვაკადრებ ქვეყანას. აი ეს რაღაცა შეიკრა და ნუ ახლა ფეხბურთის თამაში ყოველთვის ვიცოდით რა. აი აქ იყო მენტალობაში იყო პრობლემები და ეს მენტალობაც მოიხსნა, ეთყობა ეს მე არ ვიცნობ ახლა ვილისანიოს წინა ატემჩნელებს ვიცნობდი ჟილესის გარდა, ნუ ტოპნერს კარგად ვიცნობდი. ექტორ კუპერთანაც ჰქონდა შეხება. ექტორ კუპერის ეს ლეგენდარული სიტყვებია. ტრიბუნაზე რაღაცეები და ჯიგარი და რაღაცა და ესეც თემაზე წავიდა და კუპერი არგენტინელია ყველაფერი ესმის, ხო? ჩვენაირი სამხრეთული მუსიკა. კაიო, თქვენი არგუმენტები გასაგებია ყველაფერიო რა, ჟურნალისტებს გვეუბნები. ოღონდ ერთი რამე მითხარითო რა. ეს რეგბისტებიც ქართველები არიან და ესენიც ქართველები არიან, რომ ელაპარაკებით რაღაცაზე. მაშინ ეს რა, სხვანაირი ქართველები არიან და დღეს მე მგონი გათანაბრდნენ რაღაცა. კვარაცხელია თუ თავის თავთან მოვიდა ჰარმონიაში, იტალიაში. საფეხბურთო მონაცემები არანაირი პრობლემა არ უქმნის, რომ იტალიაში გაიბრძანოს რა. თან რა ქალაქში, თან იმ ქალაქში, სადაც კვარაცხელია ყველაზე მეტად შეუყვარდებათ რა. იმ ქალაქში, რომელიც არასდროს ცდილობს, რომ იყოს ფეხბურთი რაღაც ტაქტიკურ დოგმებში, პირიქით უყვართ აი და ეგეთი ფეხბურთი რა, დინამო. ხო, სადაც ან უყვარდები, ან არ ან უყვარდები, ან არ უყვარხარ და თუ არ უყვარდები და დიდი ხანი ვერ ცხოვრობ, ვერ ხარ ნაპოლიში, იმიტომ რომ იქ უნდა შეაყვარო თავი, რაც არ უნდა რეზულტატი მოუტანო და არ უყვარდე, დიდი ხანი ნაპოლიში ვერ გაჩერდები რა. და აი ესე ეგ თემაც მაინტერესებს, მარადონაზე ვილაპარაკეთ, რაღაც ჩამატებაც მინდოდა და თან ნაპოლიზეც ეხა მაინტერესებს თქვენი აზრი. მარადონას აი ფეხბურთისთვის რომ იყო დაბადებული, მე მგონი ამის რაღაცა შედეგი იყო ის, რომ კარიერა რაც დაამთავრა, იმის მერე თითქოს აი რეალიზაცია თავისი ნიჭის, იმ უდიდესი ნიჭის ვერსად ვერ გააკეთა და აი როგორც დაამთავრა, თითქოს შეიძლება ეგეც იყოს ამის მიზეზი და მერე პირობითად ხო ხა ნეაპოლში რაღაცა ეს გენიალური სიყვარული, ამის გარეშე მარადონა იქნებოდა ის რაც იყო. არ იქნებოდა, რა თქმა უნდა. მარადონა ნაპოლი უნდა გადაკვეთილიყო რა. მარადონა ბარსელონაში ვერ იქნებოდა ეგეთი. ბარსელონა
არ მიწყინონ ახლა ბარსელონას გულს იმატკივრებმა და საერთოდ ესპანელებმა, მაგრამ იტალიაში ფეხბურთი რელიგია. იტალიაში ფეხბურთი რელიგია, იტალიის სამხრეთში ფეხბურთი ორჯერ რელიგია. და ქვემ, ну, აი რაც უფრო ქვემოთ მივდივართ, ანუ რომიდან ქვემოთ სამხრეთში, ხო? ჩრდილოეთში კი ბატონო იუვენტუსი, ინტერი, მილანი გასაგებია, მაგრამ ეგეთ ფანატიზმამდე მაინც არ არის აყვანილი. იქ ფეხბურთი არის ყველაფერი რა. და განსაკუთრებით ნეაპოლში. ხალხო, მე ხო არა ვარ იტალიის გულშემატკივარი, მაგრამ გიждები. აი ხა ერთ მაგალითს გეტყვით, აი ვინც ხართ აქ ჩვენი პატივცემული ოპერატორები თქვენ და ხალხს მოგმართავთ. ნახეთ ნებისმიერი იტალიური ფილმი, ნებისმიერ დროს გადაღებული, ან იტალიური სერიალი. თუ ფილმში რაღაცა ფეხბურთზე არ ითქვა, ან არ გამოჩნდა, მაშინ მე წაგებული მაქვს მარზიანი და მომთხოვეთ რაც გინდათ. აი ნებისმიერ იტალიური ფილმში ან ვიღაცა გაზეთს გადაშლის, ან რადიოში რეპორტაჟია, ანუ ახლა ტელევიზორში ფეხბურთი ჩანს ეგ ყველგან. ასე გადაშლის აეროპორტში ვიღაცა ბიზნესმენი თვითმფრინავში, აი და აქ წერია რომა ვიჩენცა 2-1-ია. აი გაყვრით. აი ეგეთი დეტალების გარეშე ამას ძალით აკეთებენ თუ არა ვერ გეტყვით. ეზოში ბავშვი თამაშობს არა. იმენა პროფესიონალი ფეხბურთზე გონი. ეზოში ბავშვი თამაშობს, ეგ იტალიელების არაფერი არ არის რა. ეგ ისაც ეგრე უნდა იყოს. სინიორობის დონე ხო გაქვთ ყველას ნანახი რადიოში და თავისით რომ მიყავს რომაების რეპორტაჟი ინტერეს, ნუ ეგეთი ხო წარმოუდგენელია რა. ფანატიზმია და ესე ნებისმიერი ფილმი აიგეთ. ნებისმიერი იტალიური ფილმი აიგეთ რა. სამი ყველაზე მაგარი გუნდი ვინც თქვენ გინახავთ, რომელია და რა დამახასიათებელი? სამი ყველაზე მაგარი გუნდი რას ნიშნავს? თბილისის დინამოთი დავიწყოთ. გვარდიოლა. თბილისის დინამო რო დავიწყო ნოდარ ახალკაცის საოცარი გუნდი იყო. არაფრის და არავის არ მეშინოდა. განსაკუთრებით თბილისში, ვინც გინდა ჩამოიყვანა. ლივერპულს 4 წელიწად სამჯერ ჰქონდა ჩემპიონთა თასი მოგებული და აუცვით 3-0 მშვენივრად. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ვისაც გინდა ვეთამაშებოდი. თან თამაშობდი როგორი რესურსი? 15 ქართველით. არანაირი ლეგიონერი. არანაირი ლეგიონერი, არანაირი ზიკო, არანაირი კარეკა, არანაირი ჩემო ბატონო პლატინი, ჩვენები ყველა. და ამ დონის ფეხბურთელები მყავდა ყველა პოზიციაზე. შენ წარმოგიდგენია, რომ ერთ ამ პატარა ერში ურუგვაი თუ დაიქვეხნის ეგრე, რა, რომ მყავს ჩემი გუნდი და მყავს ჩემი გუნდი, რომლიცაც ევროპაზე ვეთამაშები ნებისმიერ გუნდს, ნებისმიერ ადგილას და ვეთამაშები ფეხბურთს რა და აი თბილისის დინამოა ჩემთვის გამორჩეული გუნდი. ნუ არის ახლა კაი გერმანიის ნაკრები მიყვარს ძალიან. რაღაც ერთ პერიოდით მიუნხენის ბაიერნი, ტურინის იუვენტუსი, ასე სამი გუნდი და რაღაცა ისა გამოყოფა მიჭირს რა ძალიან ძნელი ახლა. ძალიან საინტერესო იყო მოკლედ. ვახო გეგელიასთან, ბატონ ვახო გეგელიასთან ერთად ვიბაზრეთ, რასაც ქვია და ვიბაზრეთ, დიდი მადლობა ამ ბაზარისთვის და მომეწონა ის რა ქვია. ფორმატი მომეწონა ძალიან აი ეს გავისეირნე. ეხა ისიც რომ მქონოდა რა ქვია ბოტასი ناقიდი. ფულით დამეწერებოდა. ვიცი რომ ახალგაზრდები რაღაც ამით არიან გატაცებულები და ნუ არა უშავს უფლოთაც ჩვენურად გავატარეთ ეს რაღაც 1 საათი. რა დიდი მადლობა ყველას. გვესტუმრებით საგოლე გადაცემაშიც როგორც კი დაგირეკავთ წინასწარ ასაკობრივი. საგოლე გადაცემა სახელია გადაცემის. საგოლე გადაცემა. ეგეც ამ ინტერნეტში. აკლებული აქვს YouTube. დიდი მადლობა, დაგველოდეთ. ბაბო, ბაბო, ბაბოს!